ბელგიაში რაც ახლა მოხდა, ჩვენთვის ყველასთვის გაფრთხილებაა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც იმ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც სიტყვის თავისუფლება ჯერ კიდევ ძირითადი უფლებაა, რადგან ეს უფლება ნელ-ნელად წართმეული ხდება ევროპაში მცხოვრები ადამიანებისთვის. და ჩვენ შევხედოთ ამას როგორც გამაფრთხილებელ მაგალითს და გავიაზროთ, რამდენად ცუდად არის საქმე. რადგან მეგობრებო, მდგომარეობა საშინლად დამძიმდა. ამ ამბავმა ნამდვილად გამაოცა. ეს არის Dries van Langenhove-ის ისტორია. კარგი, ის მემარჯვენე აქტივისტი ტიპის პიროვნებაა. მგონი ის მთავრობაში იყო და გუშინ ეს გამოაქვეყნა. ძალიან სამწუხარო განცხადება. მე ახლახან მეორედ დამნაშავედ მცნეს სიძულვილის ენაში და მხოლოდ ტექნიკური მიზეზის გამო ვერ გამამწესეს დაუყოვნებლივ ციხეში, რაც მოსამართლისთვის ძალიან გამაღიზიანებელი იყო. ირონიულია, მაგრამ სწორედ ჩემი წინა პატიმრობის სასჯელის გამო, რომელიც მივიღე მემების გამო კერძო ჯგუფურ ჩატში, ახლა ისევ თავისუფალი ვარ. კარგი, ეს ბიჭი ციხეში გაგზავნეს იმის გამო, რომ კერძო ჯგუფურ ჩატში მემები გააგზავნა, რაც თავისთავად უკვე სიგიჟეა, მაგრამ ამბავი კიდევ უფრო მძიმდება. 2024 წლის თებერვალში მან ლექცია წაიკითხა კათოლიკურ უნივერსიტეტში, სადაც მასობრივი მიგრაცია დანაშაულთან და ცხოვრების ხარისხის გაუარესებასთან დააკავშირა. ფაქტებია. მისი ყველა არგუმენტი 100%-ით სიმართლეა და სამეცნიერო მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. ეხლა რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი? იმის გამო, რაც თქვა მოსამართლემ, რომელმაც იგი გაასამართლა. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ ამას ვერ დაიჯერებთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წინააღმდეგობის მოძრაობაში. ჩვენ ძალიან გვჭირდება წინააღმდეგობის გაწევა. მე მირაკი ვარ, თქვენი წამყვანი, ასე რომ აუცილებლად დააჭირეთ გამოწერის ღილაკს და გააზიარეთ ეს ვიდეო. დავიწყოთ. აი რას წერდა მოსამართლე თავის განაჩენში. თუნდაც Van Langenhove-ის ყველა განცხადება სამეცნიერო მტკიცებულებებსა და სტატისტიკაზე იყოს დაფუძნებული, ეს არ ცვლის დანაშაულებრივ განზრახვას. Van Langenhove-ს არ ედება ბრალი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. მას ედება ბრალი ფაქტების ისე წარმოდგენაში, რომლითაც აღძრავს სიძულვილს პირების მიმართ, ანტირასისტული კანონის მიერ დაცული ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმის საფუძველზე. ეს ძალიან ბევრი სიტყვა იმის სათქმელად, რომ მას უბრალოდ უნდა სიმართლის თქმისთვის, ვის ციხეში გამომამწყვდიოს. ასე რომ მინდა ძალიან მკაფიოდ თქვა. ამ კაცმა ლექცია წაიკითხა, სადაც მან სიმართლე გააზიარა. ეხლა იყო ეს სიმართლე ისეთი, რომლის მიღებაც ხალხისთვის რთული იყო. შესაძლოა, მაგრამ მან სიმართლე გააზიარა და მოსამართლემაც ეს აღიარა. მაგრამ რადგან ეს სიმართლე შეიძლება აღიქმებოდეს როგორც სიძულვილის გაღვივება ისეთი ჯგუფის მიმართ, როგორიცაა მასობრივი მიგრანტები, ამიტომ მას სიძულვილის ენის გამო აპატიმრებენ. რა ხდება, ღმერთო ჩემო, რა? ნამდვილი ფლიპიტი. ფუპიტი, ფლაპიტი, ფლუპიტი, ფლიკ ფრაკი ხდება. ეხლა მინდა ცოტა კონტექსტი მოგცეთ, სანამ ამბავზე უფრო მეც ვისაუბრებთ. ეს ამჟამად ბელგიაში ხდება. ლამაზი მზიანი დღეა, რამაც ევროპაში ხშირად არ ხდება. ხალხი პლაჟზე წავიდა და აი ამას აწყდებიან ისინი. ეხლა შეგიძლიათ მხოლოდ ამ ადამიანების გარეგნობით მივხვდეთ, რომ ისინი ბელგიელები არ არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ. ეხლა კიდევ ერთხელ, მოდით შევხედოთ, კიდევ ერთხელ გადავხედოთ პლაჟებს. ეხლა არ ვიცი, ოდესმე თუ შეხვედრიხართ ბელგიელს, მაგრამ ეს არის საზოგადოება, რომელიც ამაყობს თავისი ქცევით, თავაზიანობით და ძალიან სისუფთავით. უნდა დავამატო, რომ ისინი ასევე არიან ის ადგილი, სადაც გაეროს შტაბია განთავსებული, ასე რომ ესეც დაგეხმარებათ მათი მენტალიტეტის გაგებაში. პირადად რო გითხრათ, ბელგიელები განსაკუთრებით არ მომწონს, მაგრამ ისინი არიან ის ხალხი, ვინც ყველაფერს ძალიან სწორად აკეთებს. ეს ბელგიელების ქცევა არ არის. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნაგავი პირდაპირ კავშირშია მასობრივ მიგრანტთან. აბსოლუტურად არა. მე სულელი არ ვარ. ასეთ რამეს თქმასაც კი არ ვცდი. თუმცა, იმ ადამიანების ასეთი მენტალიტეტი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან და უბრალოდ აბუჩად იგდებენ მიწას, რადგან არ აინტერესებთ, არის იმის მაჩვენებელი, რომ მათ არ აინტერესებთ. ეხლა კიდევ არის რაღაცები. ბელგია სერიოზულ პრობლემაშია. ანუ მართლა სიგიჟეა რაც იქ ხდება. მაგრამ სამწუხაროდ ეს პრობლემა მხოლოდ ევროპული არ არის.
როცა თქვი ევროპული, ანუ ბელგიურ პრობლემას გულისხმობდი. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც სიტყვის თავისუფლების დამცველები არიან და ცდილობენ რაღაცის თქმას, რეალურად პრობლემებში ეხვევიან ყველგან. დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში. და რომ წარმოიდგინოთ ადამიანები მთელ ევროპაში ყოველდღე იბრძვიან იმისთვის, რომ უბრალოდ გულწრფელი და მართალი აზრი გააზიარონ, ეს შეიძლება პრობლემური იყოს. ეს მათ არ მოსწონთ. დიდ ბრიტანეთში ყოველთვის მეტი აგრესია და პროფკავშირის ლიდერის თქმით, ეს ჩვენი ინტერვიუს დროსაც ნათლად ჩანს. დიდი ბრიტანეთი. დიდი ბრიტანეთი, კარგი. როგორ მიდის საქმეები? დიახ, ასე. და დღეს გვექნება მზის, ზღვისა და ქაოსის დღე. სწორია. ისინი ამბობენ, რომ რაღაც ხდება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს საერთოდ არ არის შავკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის საკითხი. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ბელგიიდან არიან წარმოშობით. მათგან ბევრი შავკანიანია. ეს ნორმალურია. მაგრამ მასობრივი მიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან და საერთოდ არ ცემენ პატივს ამ ქვეყანას, ხო ასეა? აი ასე ექცევიან ისინი მას. აი ასე ექცევიან ისინი მას. და ეხლა ეს მთავრდება, ან არ მთავრდება, ან იწყება ასეთი ისტორიით. რადგან რაღაც მიზეზის გამო მთავრობა და მოსამართლეები ფიქრობენ, რომ უფრო მნიშვნელოვანია მასობრივი მიგრანტების დაცვა, ვიდრე ბელგიის რეალური მოსახლეობის. დაიმახსოვრეთ, თუნდაც ვან ლანგენჰოფის მიერ გაკეთებული ყველა განცხადება სამეცნიერო მტკიცებულებებსა და სტატისტიკაზე იყოს დაფუძნებული, ეს არ ცვლის დანაშაულებრივ განზრახვას. ვან ლანგენჰოფს არ ედება ბრალი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. მას ედება ბრალი ფაქტების ისე წარმოდგენაში, რომლითაც აღიძურება სიძულვილი პირების მიმართ, ანტირასისტული კანონის მიერ დაცული ერთი ან მეტი კრიტერიუმის საფუძველზე. იმისთვის, რომ ვან ლანგენჰოფს დანაშაული ჩაედინა, აუცილებელი არ არის, რომ მას კონკრეტული სიძულვილის ან ძალადობის ქმედებები აღეძრა. საკმარისია, რომ სხვები წაქეზებულნი იყვნენ, მიიღონ ზოგადი შეუწყნარებლობის ან უარყოფის დამოკიდებულება იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც ანტირასისტული კანონის კრიტერიუმებით არის დაცული. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ციხეში მოხდეს სიძულვილის წაქეზებისთვის, მაშინაც კი თუ შენი განცხადებები პირველ რიგში 100%-ით ფაქტობრივია და მაშინაც კი თუ კონკრეტული სიძულვილის ქმედებები არ წადიქეზებია. რაც ნიშნავს, რომ მე ამ ვიდეოს გაკეთებით და თქმით, არსებობს თუ არა კავშირი მასობრივ მიგრაციასა და ცხოვრების დონის დაქვეითებას ან დანაშაულის ზრდას შორის. ან კითხვები, რომლებიც მონაცემებზეა დაფუძნებული და მეცნიერულად დამტკიცებული ამისთვის. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ სიძულვილს ვაღვივებ და მხოლოდ იმის გამო, რომ 2024 წელს ლექციაზე ამ კითხვას ვსვამ, შეიძლება ციხეშიც კი აღმოჩნდე. და თქვენ შეგიძლიათ იგივე დაგემართოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ამაზე ფიქრობთ. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ამის წინააღმდეგ არანაირი დაცვა არ არსებობს. მეცნიერული კვლევები, რომლებსაც ვციტირებდი, სასამართლოში მივიტანე, მაგრამ მოსამართლეს არ აინტერესებდა. ასევე დავამტკიცე, რომ ლექციაზე დასწრებული ასობით სტუდენტი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების იყო. ყველას შეეძლო თავისი აზრის გამოთქმა ან კითხვების დასმა. ლექცია ძალიან მშვიდად წარიმართა, ასე რომ აშკარად არავინ წააქეზეს სიძულვილისკენ. ესეც არავის აინტერესებდა. რადგან თუ მოსამართლე ამბობს, რომ სჯერა არსებობს შესაძლებლობა ვინმე წააქეზონ ზოგადი უარყოფითი განწყობისკენ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ მან გამიშვას ციხეში, თუნდაც მტკიცებულებების გარეშე. ეს სიგიჟეა. გეოგნებით რომ გაგაფრთხილოთ. როცა ეს სიძულვილის ენის კანონები ამოქმედდება, უკვე ძალიან გვიანი იქნება. თქვენ ვერასდროს შეძლებთ მათ დამარცხება სასამართლოში. მათი შეჩერება მანამდე მოვიწევთ, სანამ ამოქმედდება. და ჩემი ბედი იყოს თქვენი გაფრთხილება, კარგი? ელონ მასკმა ახლახან ეს გამოაქვეყნა. მან ევას პოსტი გააზიარა. დრაისი კიდევ ერთხელ გაასამართლეს. ამჯერად მასობრივი მიგრაციის კატასტროფული შედეგების შესახებ სიმართლის თქმისთვის. ყველაზე სიგიჟეა ის, რომ ბელგიის სასამართლომაც კი აღიარა, რომ დრაისმა სიმართლე თქვა, რადგან მისი ნათქვამი ფაქტობრივად სწორია, მაგრამ მაინც დანაშაულად მიიჩნია, რადგან ეს შეიძლება სიძულვილის გაღვივებას იწვევდეს. დაფიქრდით ამაზე. ისინი კრიმინალიზაციას უკეთებენ სიმართლეს და დრაისს იყენებენ მაგალითის მისაცემად. მოდით ჩვენც გავერთიანდეთ და დავეხმაროთ მას. დრაისი ახალგაზრდა მამაა, მამაცი პატრიოტი და ბელგიის ისტაბლიშმენტი წლებიად ცდილობს მისი განადგურებას. მას ძალიან ბევრი დარტყმა მიუღია. ის ნამდვილად იმსახურებს ჩვენს დახმარებას. და კიდევ თუ მისთვის საქველმოქმედო კამპანია ტარდება, უნდა თქვა, რომ ამ ბიჭის პოზიციებსა და მის ნათქვამზე ბევრი არაფერი ვიცი. მაგრამ ჩემთვის საკმაოდ ნათელია, რომ ვინც მასობრივ მიგრაციას პრობლემა დასახელებს, უბრალოდ სიმართლეს ამბობს. და კიდევ ერთხელ შეიძლება სხვა მხრივ სიგიჟემდე რასისტი იყოს. მართვა არ ვიცი და არც მაინტერესებს. მაგრამ უბრალოდ რომ წაიკითხო ეს განაჩენი, პირდაპირ გძნობ, რომ რაღაც ძალიან არასწორად არის აქ. კევინ ბასი, ბელგიაში სიმართლეს სიძულვილის ენად მოიხსენიებენ. ამიტომ მისი თქმა კანონის წინააღმდეგია, ეს უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე სიმართლის დეზინფორმაციად მოხსენიება. მათ სრულიად შეწყვიტეს თავის მოჩვენება. ისინი ღიად აღიარებენ, რომ სიმართლე კრიმინალიზებულია.
ეს იყოს გაფრთხილება ყველასთვის, რომ ეს არის რაღაც, რაც შეიძლება ყველგან მოხდეს, რადგან ეს არის მოსამართლე, რომელიც წესით ყველაზე მაღალი სასამართლო ინსტანცია უნდა იყოს, ხო, ასეა. ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა ამბობდეს, მე ემოციებს ვაშორებ თავს და მხოლოდ სამართლებრივ მხარეს ვუყურებ. და აქ ის ამბობს, ნიშნულობა არ აქვს, სიმართლეა თუ არა. ნიშნულობა არ აქვს, არაფერი მომხდარა იმის გამო, რაც მან თქვა. თუ არსებობს პოტენციალი, რომ ვიღაცამ თავი ოდნავ არაკომფორტულად იგრძნოს ამ დაცულ ჯგუფებში, მაშინ ეს სიძულვილის დანაშაულია. სარწმუნოა, რომ ბელგიიდან მოდის. ბევრ მხრივ შემაძწუნებელია, რადგან ისინი ისევ არც კი ცდილობენ თავის მოჩვენებას. ისინი არც კი ცდილობენ, ამიტომ არა, ისინი ამბობენ, სინამდვილეში ეს სწორია. მაგრამ შენ არ გაქვს უფლება თქვა ეს, რადგან მე თავს არაკომფორტულად ვგრძნობ, ასე რომ ციხეში მიდიხარ. ბიჭო, მადლობა რომ ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს.